ისრაელი თურქეთს თანდათან ახალ ირანად ფუთავს. დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის იზრდება. Turkey is the new Iran. თურქეთი დასავლეთისთვის ერთდროულად საშიში ძალა და აუცილებელი პარტნიორი ხდება. ახლახავ ნახეთ თურქეთში ჩასული ევროკომისარი კოში, რომელმაც თურქეთს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა. ამდენი ომის ფონზე ერდოღანმა განაცხადა, რომ გლობალური კრიზისი თურქეთს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. აი, აქედან აიხსნება მთელი თურქეთის ამბიციები. თურქეთის ისტორიული მთავარი კოზირი ტრანზიტული როლია. წარმოიდგინეთ, ერთ ქვეყანაზე 5 გაზის და 2 ნავთობის მილსადენი გადის. ასე ევროპასაც ამარაგებს და დიდი თანხაც რჩება. ერდოღანის მისიაა მთავარი სტაბილური ალტერნატივა გახდეს დიდი რესურსების მქონე ცენტრალური აზიისთვის და დააკავშიროს ევროპასთან. ყოველ შემთხვევაში გეგმა ასეთია. ახლა რამდენად დიდი განძია ცენტრალური აზია თურქეთისთვის. ყველამ ვიცით, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები ევროპას ამარაგებდნენ ენერგიით და ამით თავიანთი როლი ძლიერდებოდა. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ აღმოსავლეთ აზიასაც ეს ქვეყნები ამარაგებენ. მაგალითად, მხოლოდ სამხრეთ კორეა ენერგიის 80%-ს სპარსეთის ყურის ქვეყნებისგან იღებდა. სამხრეთ კორეამ ცენტრალური აზიის როლი უკვე დიდი ხნის წინ გათვალა. ყაზახეთში ფლობს 3 დიდ ნავთობს საბადოს. ახალი ხელშეკრულებით კი ყაზახეთისგან იყიდის რესურსს, მიწოდება გაზარდა თურქმენეთმაც. ანუ ძლიერდება ცენტრალური აზიის ქვეყნების როლი. მათ შორის ევროპისთვისაც. ევროპამ იცის ეს რასაც ნიშნავს. ცენტრალური აზიიდან რესურსს რუსეთის გავლით ვერ მიიღებს, არა უსაფრთხო. რჩება ტრანსკასპიური დერეფანი, რომელიც აუცილებლად გაივლის თურქეთზე. ეს თურქეთის როლს რეგიონში უფრო ზრდის და სცდება კიდეც. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ტრანსკასპიური მილსადენის პროექტის იდეა ახლახან ისევ გააცოცხლა. თურქმენეთიდან გაზი კასპიის გავლით აზერბაიჯანში, ხოლო იქიდან უკვე საქართველოს თურქეთის ინფრასტრუქტურის გავლით ევროპამდე მივა. მნიშვნელოვანია ყაზახეთიც. ის გეგმავს მიწოდება გაზარდოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით და თავი აარიდოს რუსეთის მარშრუტს. შუადერეფნის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანთან ერთად თურქეთი დაინტერესებულია ტრამპის თრიფით, ანუ ზანგეზურის დერეფნით. თურქული სამშენებლო კომპანიები უკვე შეუდგნენ აზერბაიჯანში მუშაობას. სარკინიგზო მაგისტრალები ფართოვდება თურქეთშიც. თურქეთი საუბრობს კიდევ ორ პროექტზე. ერაყის ნავთობით მდიდარი რეგიონის დაკავშირება უკვე არსებულ ერაყ-თურქეთის ნავთობის მილსადენთან და მილსადენი ყატარიდან თურქეთამდე, საუდის არაბეთის, იორდანიის და სირიის გადაკვეთით. შემდეგი მიმართულება ბიზნესია. ერდოღანი მსოფლიოს მსხვილი კომპანიების 40-მდე მფლობელს შეხვდა. მიდის საუბარი ფინანსური და საგადასახადო ბარიერების შემსუბუქებაზე. რომ თურქეთი ბიზნესისთვის მიმზიდველად და დუბაის კონკურენტად იქცეს. მაგალითად, Istanbul Finance ცენტრში მოქმედი კომპანიებისთვის გათვალისწინებულია ტრანზიტულ ვაჭრობაზე 0%-იანი კორპორაციული გადასახადი. და ბოლოს, მონაცემთა ცენტრები და ტექნოლოგიები. შესაძლოა რამდენიმე ათწლეულში ეს ფაქტორი ენერგეტიკაზე უფრო წონიანი გახდეს. მონაცემთა ცენტრებზეა დამოკიდებული